ეთერშია კომუნიკატორი მეგობრებო, ჩვენ ვერ ვწდებით სამწუხაროდ ხის ჭრის თემას, ეკოლოგიურ თემებს, განსაკუთრებით თბილისში ეს თემა გრძელდება, აქტივისტები აქტიურობენ, როგორც იტყვიან და ძალიან სამწუხარო ამბები ხდება, ამიტომ ჩვენ ჩავთვალეთ დღეს საჭიროდ, რომ ამ თემასთან დაკავშირებით საკმაოდ რაღაცა დრო გამოვყოთ და გავისაუბროთ და ჩართვები გავაკეთოთ. 2 საათის წინ გავრცელდა სოციალურ ქსელში არსებობს ესეთი გვერდი პარტიზანი მებაღეები, ეს პრინციპში ის დაჯგუფებაა სამოქალაქო ინიციატივა, რომელიც ყველაზე აქტიურად ზრუნავს ქალაქის მწვანე საფარის დაცვაზე. ამ ჯგუფმა მიიღო სწორედ 2 საათის წინ ფოტოები, რომელიც ჭავჭავაძისა და რამიშვილის ქუჩის კვეთაზე დასუს უნივერსიტეტის ეზოში მოჭრილ ხეებს ასახავდა, ჩვენ შეგვიძლია გაჩვენოთ ეს ხეები. ამასთან დაკავშირებით სატელეფონო ჩართვა გვაქვს ქალაქის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსთან, ბიძინა გიორგობიანთან. ბატონო ბიძინა, გესმით ჩვენი? დიახ. დიდი მადლობა, რომ გამონახეთ. დრო იქნება აგვიხსნათ, რასთან დაკავშირებით მოიჭრა, როგორც სურათებზე ვხედავთ, ეს არ არის ისეთი ძველი და ბებერი ხეები, რომლის მოჭრაც სასურველი იქნებოდა, ახალგაზრდა ხეებია. კარგად დავაკვირდით ამ სურათებს და მე მოგახსენებთ თქვენ, რომ დიახ, დავაკვირდეთ. 30 მარტს დილის 8 საათსა და 45 minutზე, ამ წლის 30 მარტს აღნიშნულ ეზოში წაიქცა ერთი ხე და დაზიანდა 2 ავტომანქანა. დიახ. რექტორმა მოგმართა ჩვენ წერილით 1 აპრილს და გთხოვა, რომ დაგვევალებინა შესაბამისი სამსახურისათვის, კონტრაქტორისათვის მოეჭრა დაზიანებული ხეები. ეს ხეები დაზიანებული ხეებია, რომელსაც ჩვენ კადრში ვხედავთ? ჩვენ გავავრცელეთ უკვე იმავე სოციალურ ქსელებში, რომლითაც ფაქტიურად სარგებლობთ ალბათ თქვენ და მთელი საქართველოს ვიდეო კადრები იმისა, თუ რა მდგომარეობაში იყო ეს ხეები და რა მდგომარეობა იყო იმ ეზოში. დიახ. სად შეგვიძლია ბატონო ბიძინა ვნახოთ ეს კადრები, ჩვენ მაყურებელს ამასაც ვაჩვენებთ. დიახ, ჩვენ ჩავატარეთ ახლა შეხვედრა ჟურნალისტებთან დაახლოებით 9 საათის წინ. მათ გადავეცით ჩვენი კადრებიც რა მდგომარეობა იყო ამ ეზოში და გადავეცით ასევე თხოვნა ამ უნივერსიტეტის რექტორატის და სტუდენტების, რომლებიც თხოვლობდნენ, რომ ეს დაზიანებული ხეები ყოფილიყო მოჭრილი. ჩვენგან ნებართვა იქნა უпроსორად წერილი მიწერილი 15 აპრილს რექტორის სახელზე და შემდეგ ეს წერილი გადავეცით ჩვენ კონტრაქტორს სინათლის ქალაქს, რომელმაც განახორციელა ამ ავარიული ხეების მოჭრა. ასევე მის მიმდებარე ტერიტორიაზე, დასუს მიმდებარე ტერიტორიაზეც მზიურის პარკის ჩასასვლელთან მოიჭრა დაახლოებით 1 კვირის წინათ კიდევ იყო იქ გაზის მილზე იყო პირდაპირ ავარიული ხე დადებული ზედ და საფრთხე და მოსახლეობას. ჩვენ ვაგრძელებთ ავარიული ხეების მოჭრის პროცესს. ამ პროცესს ჩვენ რა თქმა ადამიანების სიცოცხლეს საფრთხის ქვეშ ვერ დავაყენებთ, ძალიან საერთო კომპეტენციის და საეჭვო ღირებულების მიმდებარე არასამთავრობო ჯგუფების შეიძლება გითხოთ, ვის მოიაზრებთ ამ საეჭვო კომპეტენციის არასამთავრობო ჯგუფად? ყველას, ვინც არ უთხრილდება ადამიანის სიცოცხლეს და ამბობს, რომ ხე რაგიდაც არ უნდა დაზიანებული იყოს და გამხმარი იყოს და გადახრილი და გასაგებია. მაშინ გითხავთ ამ კონკრეტული ხეების შემთხვევაში, ჩვენ გასაგებია, რომ თქვენ მოგმართათ უნივერსიტეტის რექტორმა და სტუდენტების ხოვნა იყო, რომ მათი უსაფრთხოებიდან გამომდინარე ეს ხეები მოგეჭრათ. თქვენ გადაამოწმეთ ამ ხეების ჯანმრთელობის და მდგომარეობის შესახებ კვლევა ჩაატარეთ რაიმე ლაბორატორიული კრიტერიუმები რა არის ამ შემთხვევაში, როგორ ხდება, თქვათ თუ მხოლოდ ხოვნის საფუძველზე, ყველანაირი გადამოწმების გარეშე. საფუძველზე არა, რასაკვირველია ეს არ იყო და ეს ინფორმაცია ვინც გაავრცელა, რომ ესენი იყო აბსოლუტურად ჯანმრთელი ხეები, მათ კომპეტენციას ვაყენებ ზუსტად ეჭქვეშ მე. ამას თავად მოსახლეობაც წერდა სოციალურ ქსელებში ბატონო ბიძინა. ბატონო ჩემო, სოციალური ქსელი არის ერთი და ცოდნა მეორე. სწორედ ამას გეკითხებით, რა გამოძიებას და რა კვლევებს ეყრდნობა ხოლმე თქვენს მიერ ნებართვების გაცემა. არის გამხმარი ხმობადი ავარიული ან ხმობაში შესული ესეთი ხე, რომელიც დგას უნივერსიტეტის ეზოში და საფრთხეს უქმნის სტუდენტებს და იქ განთავსებულ ინფრასტრუქტურას ექვემდებარება ჩანაცვლებას. ანუ თქვენ გაქვთ ამ ხეების ლაბორატორიულად შესწავლის ან სხვა რაიმე ტიპის შესწავლის დოკუმენტები?
არა ჩვენ ვაწარმოებთ შესწავლას ან დასკვნა თუ არსებობს სპეციალისტების რომ ნამდვილად მოსაჭრელი იყო ერთი წუთით ჩვენ ვაწარმოებთ კვლევას თბილისში წიწვოვანი სცენარეების ხმობის გამოწვევის მიზეზებით სათითაო ხის გახმობის მიზეზის გამოკვლევა თბილისში არის შეუძლებელი და გამხმარი ხე რომელიც ან ხმობაში შესული ხე ან გადახრილი ხე, ავარიულად გადახრილი ხე, რომელიც თბილისში ძალიან ბევრია, მინდა დაგარწმუნოთ თქვენ და ძალიან ძიმე მდგომარეობა გვაქვს. ამ ხრივ განცხადებებით არის სავსე ჩვენი სამსახური, სადაც მოქალაქეები გქონენ. ბატონო, ბიძინა, თუ ასეთი მდგომარეობა თქვენივე ინტერესებში, ანუ თქვენივე უწყების ინტერესებში იქნებოდა ალბათ უფრო ისეთი რეგულარული კომუნიკაცია, ვთქვათ. თქვენ ხედავთ ახლა თქვენ ახსენეთ რომ არის რამდენიმე რეგულარული კომუნიკაცია გვაქვს ჩვენ მინდა გითხრათ ძალიან კარგად თანამშრომლობთ არასამთავრობო ორგანიზაციებთან არა ჩვენ არასამთავრობოებს არ გულისხმობთ თუნდაც იგივე მედიას ვთქვათ ჩვენთან აი მაგალითად ახლა მოსახლეობას რო ქონოდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით რატომ იჭრებოდა ეს ხეები და იგივე დოკუმენტები მაინც ვერ გავიგე არსებობს თუ არა დოკუმენტები ამ კონკრეტული ხეების შესახებ რომ ისინი ნამდვილად დაზიანებული იყო ეს დოკუმენტები რომ არსებობდეს წინასწარ ცხადია კითხვის ნიშნები აღარ დაისმება ჩვენ რო ვიცოდეთ ნებართვას რის საფუძველზე გასცემ. ბატონო, არსებობს ესეთი დოკუმენტები, მე უკვე აგიხსენით თქვენ რომ ჩვენ ვაწარმოებთ კვლევას და გვაქვს კვლევის შედეგები თუ რა თუმცა არა ამ კონკრეტულ ხეებზე, თქვენ ამბობთ ზოგად სიტუაციაზე. კიდევ ერთხელ აგიხსნით, ესე იგი ცოტა მე მგონი არარეალურია თქვენ თვითონაც დამეთანხმებით ამაში და არარეალურია რომ სათითაოდ ყველა ხეზე სატარდეს გამოკვლევა. ხე როდესაც არის გამხმარი, ხმობადი, ესე იგი ხმობაში შესული ან ავარიული მდგომარეობა თუ აქვს მას არ არის გამხმარი მაგრამ საფრთხეს უქმნის ბატონო ბიძინა მოდით კიდევ ერთხელ უბრალოდ პროცედურულად რომ გავიაროთ რომ გავერკვიოთ ჩვენც რა აი მაგალითად ავიღოთ კონკრეტული შემთხვევა ვთქვათ რომელიღაცა საერთო ეზოში ვთქვათ არის გადახრილი ხე რომელსაც შესაძლებელია აბსოლუტურად ჰიპოთეტურად ვამბობ ახლა შესაძლებელია ვთქვათ რაღაცა ნაწილი მოიჭრას არ დაზიანდეს ბოლომდე ხე და ვთქვათ გადავრჩეთ იმას რომ ეს ხე დაეცეს რაღაცა მანქანას ან ადამიანს ამ გადახრილი და ავარიული ხის ნაწილი რომ მოიჭრება გასწორდება მე ის ხე თუ რა დაემართება არა არ გასწორდება მაგრამ რაღაცა პერიოდულად შეიძლება ისევ მოიჭრას ვთქვათ ეს დეკორატიული მიზნებით იყოს ეს ხე ვთქვათ ან რაღაცა სხვა საქმე რაში იყო ესეთი შემთხვევა თამარ მეფის ხიდის გადაღმა მოგმართა მოსახლეობამ რომ ძალიან გთხოვთ რომ მოგვიჭრათ ეს გადახრილი ხე ჩვენი სპეციალისტები მივიდნენ და იქ ეზოს ერთმა მაცხოვრებელმა გამოთქვა ისეთი პროტესტი რომ ამ ხეს ხელი არ ახლობთ და ასე შემდეგ თუმცა ჩვენი სპეციალისტებმა ჩათვალეს და მოხსენებითი ბარათით დაწერეს ჩემს სახელზე რომ ეს ხე აუცილებლად მოსაჭრელია და საფრთხეს წარმოადგენს და მარტის თვეში ეს ხე წაიქცა და ორი მანქანა დააზიანა. გასაგები ბატონო ბიძინა მარტივ რაღაცას ამასთან დაკავშირებით მე იმ მოსახლემ რაღაც მთელი ფერის მანქანა იყო პოდიშტ ხა მარკა და ის აღარ მახსოვს. მოსახლე მე ამბობდა და ჩიოდა რომ ჩვენ რომ მოგმართეთ რომ გვიშველეთ და მოგვიჭერით ეს გადახრილი ხე რატო არ მოახდინეთ რეაგირება? რატო არ მოახდინეთ რეაგირება? გასაგები, ბატონ ბიძინა, ერთი უბრალოდ გასაგებია ეს. დიახ. ჩვენ თქვენი მდგომარეობა ძალიან კარგად გვესმის ჩვენ, ძალიან კარგად გვესმის თქვენ, იმიტომ რომ ფაქტიურად ხედავთ რეგულარულად ეთერში და ვერ ვიტყვით რომ ძალიან პოზიტიურად არის განწყობილი თქვენი უწყების მიმართ, სამსახურის მიმართ მოსახლეობა. გამოსავალზე არის მე მგონია რომ მოსახლეობას რომელიც ჩვენ ვემსახურებით რატო არ უნდა იყოს გასაგებია ბატონო ბიძინა ჩემი დიახ მე მესმის ჩემი მოსახლეობა განაცხოთ ნეგატიურად ეს არა რა საკვირველი არა სწორედ ამაზეა საუბარი დამასრულებინეთ და აუცილებლად გეტყვით ბატონო ბიძინა აი ჩვენ ვიცით გამოსავალი მაგალითად ერთ-ერთი არის ის როდესაც მაგალითად წყალკანალი ან შესაბამისი ორგანიზაციები თიშავენ წყალს გარკვეულ განცხადებებს აკეთებენ წინასწარ. ანუ აქ არის საუბარი იმაზე, რომ იგნებ ინფორმაცია მოგვაწოდოთ წინასწარ, რომ ასეთი რაღაცა ხდება და ჩვენ რასაკვირველია ჩვენ ავიღებთ ამ ვალდებულებას, აი პირდაპირ გეუბნებით ახლა, რომ ვიცით თქვა კონკრეტულ რაღაცა ტერიტორიაზე იმის გამო, რომ გაკეთდა კვლევა და შესაბამისად არის საფრთხე, ამიტომ მოიჭრება. ეს ხომ უფრო მომგებიანი იქნება თუნდაც თქვენთვისაც, რომ ინფორმირებული იყოს. მეორე მომენტი, რაც შეეხება თქვენს მიერ ნახსენებ ამ ორგანიზაციებს.
მერწმუნეთ, ალბათ კონტროლი, საზოგადოებრივი კონტროლი არ უნდა გამოურიცხოთ იმ იმ სისტემიდან, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, ხო? და არც სოციალურ ქსელებში მოქალაქეებს გამხილვა დაუშალოთ. აქ არის ლაპარაკი იმაზე, რომ რაღაცა გარკვეული კომუნიკაცია ალბათ საჭიროა ყველა შემთხვევაში, ხო? საზოგადოებრივი კონტროლი უნდა იყოს, მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ, აი მე აგიცნეთ ძალიან პატარა სიტუაციას ეხლა. ჩვენ გვაქვს ტენდერი გამოცხადებული 5400 გამხმარი ხის მონიშნაზე, რომელიც თბილისის გარშემო ფერდობებზეა. გადამხმარია მთელი ფერდობები და ფაქტიურად ამ ხეების მოჭრის და გამოტანის გარდა საშველი არ არის და უნდა ჩავანაცვლოთ ეს ხეები უფრო რეზისტენტული და უფრო გამძლე სახეობებით, რომლებიც ამ კლიმატს უძლებენ. ჩვენ სათითაო ხეზე სადაც მივაქვს მოსაჭრელად, უნდა ჟურნალისტები წავიყვანოთ. არა, რასაკვირველი არა. ბატონ ბიძინა, დღეს ჩვენ ხომ ისეთ პერიოდში ვცხოვრობთ, რომ ეს ყველაფერი ბევრად უფრო მარტივია. ეს შეიძლება მოინიშნო, გაკეთდეს რაღაცა გარკვეული, მე არ მინდა უბრალოდ გამოგვივიდეს, რომ რაღაცა ტყუის სწავლების რეჟიმში ვარ. საუბარია იმაზე, რომ თქვენ გაქვთ, ჩათვალეთ, რომ თქვენ გაქვთ საეთერო დრო ამ გადაცემაში მინიმუმ, იმისათვის, რომ რაღაცა როდესაც მსგავსი კამპანიები ტარდება, მოსახლეობას ინფორმაცია მივაწოდოთ, ხოლო რაც შეეხება ამ ხეების მონიშნას, ეს შესაძლებელია დღეს ტექნოლოგიებით, შეიძლება გაკეთდეს იგივე რუკა, რომელზეც შეიძლება მოინიშნოს კონკრეტული ისევ მოქალაქეები მონიშნავენ ამას ყველაფერს. კი ბატონო, ჩვენ არა თვითონ მოქალაქეები ვერ მონიშნავენ, ეს უნდა გააკეთოს კონტრაქტორმა, რომელმაც მეორე პასუხისმგებლობა უნდა იყოს. თუ გნებავთ კონტრაქტორმა გააკეთოს სიზუსტეზე, მაგრამ საქმე იმაშია, რომ თქვენ როცა ბრძანებთ, თქვენ გაქვთ საერთო დრო, მე მინდა ვისარგებლო თქვენი საერთო დროით და მოსახლეობას მინდა, თქვენ ტელემაყურებლებს მინდა, რომ უთხრა ძალიან კაფიოთ, რომ ის ავარიული ხელმძენარეები, რომლებზეც მათ შემოტანილი აქვს განცხადებები და ესეთი განცხადებები არის 1000-ობით შემოტანილი და ვერ ვაცლებ. უბრალოდ 5 ბრიგადა მუშაობს ჩვენი კონტრაქტორი ორგანიზაციის სინათლის ქალაქის და მუშაობენ 24 საათიან რეჟიმში მერწმუნეთ. და მე მინდა რომ მოსახლეობა დავაიმედო იმით, რომ ეს ხელმძენარეები ავარიული და გამხმარი ხელმძენარეები, რომლებიც საფრთხეს უქმნიან მათ შენობებს, მათ პირდაპირ ჯანმრთელობას მივყვებით ჩვენ ნელ-ნელა შემოტანილი განცხადებების თარიღების მიხედვით ყავს ერთი ჯგუფი რომელიც მუშაობს განსაკუთრებულ რეჟიმში ანუ სადაც საჩქაროდ ავარიული ან ქარისგან წაქცეული ან ამწმებზე წაქცეული ხეების მოჭრა გამოტანაზე მუშაობს და დანარჩენს ჩვენ მივყვებით გეგმასომიერად და არ უნდა იყოს შეგრძნება იმის რომ მათ მოგმართეს ჩვენ თქვა თებერვალში ან მარტში განცხადები და ჩვენ ვერ შევასრულეთ ეს, იმიტომ ვერ შევასრულეთ ეს განცხადებები არის ბევრი, ყავს ერთი კონტრაქტორი, რომელიც კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ მუშაობს 24 საათიან რეჟიმში ამ საქმეში. ბატონო ბიძინა, ეს გასაგებია, ეს კონკრეტული ორი ხის ამბავი, მაგრამ ბარემ ვინაიდან თქვენ ზოგადად ქალაქის მერის გამწვავების და ეკოლოგიის სამსახური ხართ და მოჭრილ ხეების შემდეგ ტრადიციულად გება ხოლმე კითხვა მისი ახლით ჩანაცვლების შესახებ, უნდა გკითხოთ მილიონი ხის შესახებაც, ამ ხრივ რა მდგომარეობაა მერიაში, იმიტომ რომ პრინციპში გაზაფხულმა გაიარა და მნიშვნელოვანია ეს თემაც. ებოდან ამ ხრივ არის შემდეგ ჯერ პატარა ინფორმაციას მოგაწვდით თქვენ რომ 1 აპრილს როდესაც მე დასვს რექტორმა მომწერა წერილი ამ წერილშივე მან აღნიშნა რომ უნივერსიტეტის ეზოში მათ დარგული აქვს 22 ძირი კვიპაროსის ჯიშის კი ბატონო ჩანს კიდევ ისინი ამბობდნენ რომ იქნება ამ ესე იგი ავარიული ხეების იმაში დაგვეხმაროთ თქვენ და ჩვენ უკვე სანაცვლოდ დადგმული გვაქვს ხეები ანუ იქ ლაპარაკი იყო მთლიანად ჩემი წერილი რომელიც მე მიწერილი მაქვს მათ მე ვწერო იქ სამ ძილ გამხმარ ხეზე და ავარიულ ხეების მოჭრაზე მაქვს მე საუბარი რომელიც გადავეცი შემდეგ სინათლის ქალაქს ეხლა რაც შეეხება მილიონი ხის პროგრამას ეს მილიონი ხის პროგრამა მიმდინარეობს მინდა გითხრათ პირდაპირ ძალიან კარგად 122,000 ძირი ხელმძენარეა მე არ ვიცი ეხლა აქ თქვენგან გაკეთებულ ბუჩქებსა და დარგულ ბუჩქებს და სხვადასხვა დეკორატიულ სცენარებს რომლებსაც თქვენგან გაკეთებულ სკვერებში ვთვლით აქ ლაპარაკია მხოლოდ ხელმძენარეებზე 122,000 ძირია დარგულია როგორც თბილისის შიდა კვარტალურ ტერიტორიებზე, სკოლების ეზოში, ბაღების ეზოებში, ჩვენ შემოდგომით
შეუსყიდით და გადავცემთ ამ ხანაგობებს, თუ ამ ხანაგობის ეზოები თქვენ მოგეხსენებათ მუნიციპალურ საკუთრებაში არ არის და მათ საკუთრებაზე ჩვენ ტენდერს ვერ გამოვაცხადებთ, ამიტომ მოგმართავენ ხშირად მოქალაქეები, რომ მოგვეცით ნერგები, რომ ჩვენ ეზოებში დავდგოთ. გამგეობებში ახლა მიმდინარეობს ამ განცხადებების შეკრება, რომ გადმოცემთ ჩვენ სამსახურს და ჩვენ შევიძინოთ შესაბამისი სახეობის ნერგები, რომლებიც თბილისისთვის დამახასიათებელია და უფრო კარგად ძლებს, რომ გადავცეთ მათ. ჩვენ დარგვას, როდესაც ვაკეთებთ მოვლა პატრონობის ხელშეკრულები და ის ხელმცენარეები, რომლებიც დაირგო ამ გაზაფხულზე და ნაწილმა მათმა არ იხარავთ, თქვათ, იმიტომ რომ 100 დარგული ნერგიდან რა თქმა უნდა 100-ვე ვერ იხარებს, მათ აქვს ჩანაცვლების ვალდებულება და ისინი შემოდგომით ჩაანაცვლებენ ამ გასაგებია. კეთილი ბატონ ბიზინა, ძალიან დიდი მადლობა ინფორმაციის ჩვენ უბრალოდ ძალიან ცოტა დრო დაგვრჩა საინფორმაციო გამოშვება უნდა ჩავხტოთ. მე დარწმუნებული ვარ რომ ჩვენ მაინც მოგვიწევს თქვენთან თანამშრომლო ურთიერთობა. ყოველ შემთხვევაში გაითვალისწინეთ რომ საეთერო დრო გაქვთ იმისათვის რომ მსგავსი ინფორმაცია მიაწოდოთ მოსახლეობას, როდესაც მსგავსი აქციები ტარდება, ვთქვათ.